გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთი საინტერესო თამბაქოს ტესტი. ერთად მოვწიოთ, დავაგემოვნოთ. მე unboxing-ი მქონდა ამ თამბაქოსი. ეს არის ყოფილი დანხილის და ეხლა უკვე პეტერსონის. აღარ მოგიყვებით თავიდან, როგორ გადაიბარა პეტერსონმა დანხილის თამბაქოს წარმოება და მოკლედ ერთ-ერთი ლეგენდარული ნაზავი, ბრიტანული ნაზავი არის. მისი კლასიფიკაციით, რომელიც ჩიბუხის მწვერვალთა მგონი 80% თავის არსენალში აქვს. ეს არის პიტერსონის, დღეს პიტერსონის, ერთ დროს როგორც გითხარით, დანხილის night cup, ანუ ღამის ჩაჩი. და აი გვაწოდებენ როგორც აი დღის ბოლოს ღამით მოსაწევ თამბაქოს. აი თავისებური გემოებით, თავისებური ისეთი სიმძიმით, მაგრამ არ არის ისეთი მძიმე, რომ აი თქვათ, აი წარმოიდგინეთ, აი რადგანაც არის მოსაწევი, ანუ დღის ბოლოს მოსაწევი, ისეთი არ არის. საერთოდ ბრიტანული ნაზავები არ გამოირჩევა ძალიან დიდი სიძლიერით. ეს კარგიც არის, მე ესეთი მიყვარს ბრიტანული ნაზავები უფრო მიყვარს. შემადგენლობა რა არის ახლა ბევრი რო არ გითხრათ, ანუ პერიკი და ორიენტალები ეს დამატებული არის რაღაც ბუკეტის უფრო გასამძაფრებლად და ესეთი ორიგინალური გემოების მიცემად და ძირითადი ბაზა არის ლატაკია და ვირჯინია. აი ამათი ნაზავი არის. ვირჯინიის შესახებ ყველა იცით, ყველაფერი, პერიკიც გასაგებია, ამას ხშირად და ორიენტალებს ხშირად უმატებენ, მაგრამ აი რა თვისებები აქვს ლატაკიას. ლატაკიაც ესეთი ერთ-ერთი ცალკე ესეთი ძლიერი ჯგუფი არის, როგორც გითხარით, არის ვირჯინია, ძირითადად ბერლი და ლატაკია. ბევრს უყვარს ლატაკია ზუსტად აი თავისი გემოვნური თვისებების გამო და ზუსტად ბევრს კიდეც უბიძგებს და ნუ არ უყვართ ლატაკია. რატო აქვს ძალიან ესეთი მძაფრი, ძლიერი, ესეთი გამოხატული გემოები და ეს სიმძაფრე, როგორც გითხარით, ვიღაცას მოწონს და ვიღაცას არა. აი როგორ აგიხსნათ კარგად, აი თითქოს რაღაც მომენტში თითქოს აი კარგად როგორ თქვა, აი იმდენად მძაფრი და თითქოს აი სიმყრალის რაღაც გემისიც კი დაყვება. და ამას ბევრი იმით ხსნის, რომ როდესაც მისი ფერმენტაცია ხდება, ამობენ რომ ეს სპეციალურად შებოლვა ხდება მისი რაღაცა ბრეკეტები არის თუ რაღაცა ხო აი ჩალის წვავენო და აი ამაში გარეული არისო აი საქონლის აი როგორ ფუნას ეძახიან ხო აი ეს გამხმარი არ ვიცი ხა ამას გასაგებია რომ ექნება რაღაც სპეციფიური გემო და აი ჩვენ ქართველები გავიგებთ ამას ხო მე მგონი რომ აი მაგალითად გუდის ყველი აი აქვს რაღაცა ისეთი თითქოს უსიამოვნო გემოს ისინი მაგრამ ვიღაცას უყვარს და ვიღაცას არ აქვს აი ეს განუმეორებელი გემო არის ხო თავისებური აი სადღაც ასეთი არის ლატაკიაც ამიტომ როგორც გითხარით ახლა რა ვიცი როგორ აგიხსენით სწორად არ აგიხსენით უნდა მოწიოთ და შემდეგ და ნახოთ მოგეწონება თუ არა მე მაგალითად ლატაკია როდესაც არის თამბაქოში გარეული მეტად თუ ნაკლებად ყოველთვის მომწონს ვერ გეტყვით რომ ყოველდღიურად მოსაწევად მინდა მაგრამ მომწონს მიყვარს და პერიოდულად ძალიან მინდება მოწევ ახლაც მომინდა და აი თქვენთან ერთად დავაგეღონებ მოწევ და გეტყვით საერთოდ კიდე გამოირჩევა აი ეს კონკრეტული ნაზავი როგორ გითხრათ აი ეს ჭარბი ბოლი აქვს და აი ესეთი რელაქსისთვის ძალიან ბევრი კარგი დამახასიათებელი თვისებები ეს გახსნილი მაქვს ეს ხუთი უკვე ნახევარზე მეტი გავხარჯე უკვე აი უკვე წამოვიდა აი ეს მძაფრი როგორ გითხრათ
შებოლილი მძაფრი, აი თითქოს მართლაც აი რაღაც თითქოს სიმყრალის ესეც აქვს, მაგრამ ვოხსნი ხა თუმცა სწორად ეს აცასიამოვნოა. ფერად ძალიან ესეთი ნაზავი არის. ოკი, ძალიან ლამაზი და ცოტა ხანს ახლა გავაჩერებ და ჰაერზე როჟანგბადი აიღოს ცოტა. ისეთია რა, უკვე წელიწადზე მეტია ეს კოლოფი გახსნილი მაქვს, უკვე კარგი კონსისტენცია, არც მშრალია და არც წენიანია. რაში მოვწევ? მოვწევ სავინელის ტრევი, პოკერი. ხო, რადგანაც აი როგორც გითხარით, გარკვეულია თითქოს მძაფრი და აი ესეთი ორიგინალური გემო აქვს, ბევრი თვლის რომ ლატაკიესთვის და ლატაკიური ნაზავებისთვის ცალკე ჩიბუხი უნდა გქონდეთ. იმიტომ რომ ის აუცილებლად შეიტანს სხვა ჩიბუხში რაღაც ისეთ ნოტას, რომელიც მუდმივად დარჩებაო, აი ეს რო გითხარით, აი ეს თითქოს ის სიმყრალის თუ აი ეს ცოტა ის მძაფრი, ძალიან მძაფრი გემო. ამიტომ მე დაუჯერე თავის დროზე ეს ადამიანებს და ერთი ჩიბუხი მაქვს გამოყოფილი ლატაკიურ ნაზავებს მხოლოდ ამ ჩიბუხში ვეწევი, სხვა ჩიბუხში არ ვეწევი. ამას განხილვას მქონდა რა უნდა გითხრათ, ეხლა წყინვალე სავინელის ჩიბუხი არის. ჩავაკეთებ და მოვწიოთ და გავაგრძელოთ შემდეგ. აი თავიდანვე წამოვიდა ის ლატაკიის მძაფრი გემო. რომელიც როგორც თქვი ვიღაცას ლატაკიას აყვარებს და ვიღაცას ლატაკია აშინებს. ნანა ჩემთვის მე ზუსტად ის გემო არის, ისთვისაც ეს თამბაქო და ეს ნაზავი მომინდება. საუცხოა. ზედა მართლა დღის დასასრული სხვა არის თითქოს რა. იმდენად კარგი ხარისხის თამბაქოა, რომ აი ეტყობა დღეს უნდა გაიარო, რომ ეს დაიმსახურო დღის ბოლოს. არ მithქვამს ბალსას ხის ფილტრი გამოვიყენე ამ შემთხვევაში და ხშირად სავინელის ჩიბუხებში მას ვიყენებ. სიმართლე გითხრათ, როგორი თამბაქოა, იცი, ხანდახან ფილტრის გარეშე მოწევა ზღირს. არ არის იმდენად ძლიერი, რომ შეგაწუხოს და გემოები უფრო კარგია.
ამიტომ ჩიბუხის წეველები ორგანიზმს შეიძლება მაინც ვაზიანებთ. და ეს ცოტა მეტიც ხანდახან დავაზიანოთ და ხანდახან უფილტროთაც გასინჯეთ. არა საუცხოა. სხვა შორის ბევრი ვინც ეწევა ამას, რომ უფრო ბევრს ვირჯინიას გწნობს ამ ნაზავში, ვიდრე ლატაკიას. მე ლატაკიას უფრო ვგზნობ. და როგორც გითხარით, აი ცოტა სიმყრალე, ცოტა ეს სიმძაფრე და ეს გემოები მე მომწონს. აქ თივის გემოც გაკრავს და ესე თქვა ვირჯინიის დამსახურება. არა, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს თამბაქო და გასინჯოთ, რომ ძალიან ორიგინალურია და გემრიელია და კარგი. აი ეს ნაზავი და my mixture არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნაზავები და ისინი სულ მაქვს და მუდმივად მაქვს და ეს გაუხსნელიც მაქვს, ახლა ვაძველებ და 2 წლის შემდეგ ვნახავ როგორი იქნება. ნახეთ. მე გირჩევდა ძალიან ეს რეკომენდაციას, ესეთი კარგი ბოლი აქვს. აი როგორია, იცით, როგორ გითხრათ, მდიდარი ნაზავი არის, არ არის ღარიბი და მოწევა როგორც გითხარით, ინდივიდუალურია საერთოდ. და ეგემონური თვისებების ყველა რაღაცას თავისას ნახავს. მაგრამ ძალიან ისეთია. კარგი. აი ესეთი რა, როგორ გითხრათ, აი უტყუარი ნაღდი თამბაქოს გემოებია. აქ არ არის რაღაც ის არომატული გადახვევები და რაღაც ეგზოტიკური გემოები იმ გაგებით, რომ აი რაღაც ხილი, რაღაც ლიქიორები ან რაღაცა ესეთი რაღაცები, არა, თამბაქოა, მაგრამ რო ეწევი, აი არ არის რაღაც, როგორ გითხრათ, ერთსახოვანი არ არის. აი ხვდები, რომ რამოდენიმე სხვადასხვა ჯიშის, სხვადასხვა იმის თამბაქო, იმიტომ რომ ყველა მოკაჩვა, ყველა ახალ მოკაჩვას რაღაც ახალი გემოები აქვს. აი რაღაც თითქოს აი ამ დროს ლატაკია მეტი იწვის, თითქოს მეორეჯერ გონია, რომ აი ეს ვირჯინია უფრო მეტი იწვის. ანუ არ მოიწყენ ამის მოწევის დროს. და მე როგორც ვარ დაკვირვებული, ხა პირველად ხო არ ვეწევი ამას. აი ხო არის თამბაქო თავში სხვაგვარია, ბოლოში სხვაგვარია, შუა ჩიბუხში სხვაგვარია. ეს სულ აი ერთსახოვანია და ცუდი გაგებით კი არა. აი თავიდან ბოლომდე ერთნაირია. ოღონდ როგორც ვამბობ, აი ყველა მოკაჩვის დროს აი აქვს აი ეს თითქოს ვარიაციები, აი ესე, აი როგორც ნაღვერდალი გაღვივდება, ჩაქრება, ხო აი მოიმატებს, მოიკლებს, აი ეს იმატებს და იკლებს ეს, როგორც გითხარით, აი თითქოს რას გავსიცით, აი ბაგირის გადაკაჩვა რო არის, აი ხან წაიღებენ ვირჯინიისკენ, ხან ლატაკიისკენ. აი თითქოს აი ესეთი ასოციაციები მაქვს. მოკლედ ბევრი რო არ გელაპარაკოთ, გირჩევთ საუცხოო თამბაქო არის და
საუცხოო გემოები აქვს და როგორც ხშირად მიყვარს თქმა, ერთ-ერთი კარგი ფურცელი იქნება იმ თავგადასავალში, ასეთ ჩიბოხის მოწევა ქვია. მუზეი და ისე ამონეთ. კარგად მზადდებოდეთ.